ხალხი ქუჩაში გრიელი და ყირილი და პავედა იქ 9 მაისი დილი გატენდა ესე გულწრფელად იროდა ის ხალხი თუ ერთმანეთის დასანახად არა გულწრფელად იროდნენ რატო უფრო მეტ გაჭირებას სიძინეს ელოდებოდნენ უსტალინოდო ლაბორანტის ხელფასი იყო 65 მანეთი და ლაბორანტიდან განყოფილების გამგემდე 14 საფეხური იყო კიდე 15 საფეხური გავიარე 12 წელიწადში 15 საფეხური 12 წელიწადში 12 წელიწადში და ხელფასი რამდენი გაგიხდათ ამ პერიოდზე 140 მანეთი პირველი მდივანი ეს იყო ღმერთი ვინც გინდა ყოფილიყო ქალი კაცი ახალგაზრდა ხანდაზმული გამოცილია გამოუცდელი ღმერთი პირველი მდივანი არის ღმერთი იშვიათად ნახავდით კაცს რომ ფულერა იყო ვინც ფულს არ იღებდა აი გაზლებდა ერთად 5 თვე და მე ჯორებდნენ დავიდა ყველა ჩაება მერტამეობაში მოგესალმებით ხალხო გორიდან ვაგრძელებთ ერთ-ერთ უკანასკნელ სერიას ვიღებთ გორში და გეტყვით პატარა ისტორიას მოგიყვებით რამდენიმე კვირის წინ მე დამიკავშირდა ადამიანი გორიდან და მითხრა რომ უყურებდა ჩვენი გორის გადაცემების სერიას და მასაც შეეძლო შეემატებინა საინტერესო დეტალები ამ ისტორიისთვის მე ბევრი ვილაპარაკეთ კარგად გავიცანეთ რაც შეიძლება ტელეფონით მოახერხო ადამიანების ადამიანების გაცნობა და გადავწყვიტეთ რომ ბედი გვეცადა და დღეს ჩაგვეწერა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გადაცემა ბატონ ვახტანგ ჭანკოტაძესთან ადამიანთან რომელსაც ბევრი უცხოური აქვს 92 წლის ბრძანდება ბატონი ვახტანგი ბევრ სხვადასხვა ადგილას უმუშავია და სხვადასხვა ადგილას ყოფილა და აქვს სურვილი რომ საზოგადოებას მოუყვეს ამის შესახებ და როგორც გითხარით გამდიდროს ჩვენი ცოდნა უახლოესი წარსულის შესახებ. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ იმისთვის რომ გამოხატეთ ასეთი ინიციატივა და საბოლოო ჯამში ის რომ ეს გამოვიდა რომ ჩვენ დღეს ასე საჯაროდ საუბრობთ მე ძალიან მიხარია ასევე თქვენ ძალიან ლამაზ ოთახში რომელიც მეგონია რომ ყველაზე შესაფერისად ასახავს იმ დროს რადგანაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. მადლობა მასპინძლობისთვის და სტუმრობისთვის. თქვენ მადლობა. შორიდან დავიწყებ საუბარს თქვენთან. თქვენ თქვით რომ 30-იანი წლების დასაწყისში დაიბადეთ და მიყვებოდით მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს რომ როგორ მოხვდით პეტერბურგის ლენინგრადის ბლოკადაში, მაგრამ აი მე მაინტერესებს თქვენი მეხსიერება როგორ იწყება. რა ქვეყანაა ის, როგორც იქ ლენინგრადში ყოფნა გამოგაფხიზლათ რაღაცნაირად და მივხვდით რომ საფრთხეში იყო. აი ესე პირველად როდის დაინახეთ ეს ქვეყანა და საიდან იწყება თქვენი მეხსიერება, იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენს ბავშვობაშია რეპრესიები მომხდარი ამ ქვეყანაში. ბევრი რაღაც ისეთი, რომელიც შეიძლება ვიღაცას მოწონდა, ვიღაცას არ მოწონდა და თქვენს ბავშვობაში როგორ აისახა, ბავშვობაზე როგორ აისახა ის პერიოდი, სადაც დაიბადეთ და იზრდებოდით. ესემონებით უბრალოდ ყოველსა დიდი მადლობა რომ მოგზანდით. მეწვით და შეიძლება ითქვას ჩანაფიქრი რომელიც მე მქონდა უკვე ასე ვთქვათ განხორციელების დასაწყის ეტაპზეა და აუცილებლად განხორციელებას გაძლევთ. მომეწონა საშუალება რომ ნაწილობრივ მაინც რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრების პერიპეტიები საინტერესო ელემენტებით დავატკბო ჩვენი მაყურებელი და მსმენელი და უბრალოდ კი რა დავატკბო უთხრა რა გამოვიარე, რა ვნახე, ცუდი რა ვნახე, კარგი რა ვნახე, რა ვაკეთებ და ასე შემდეგ. მეხსიერება კი ბატონო იაგო ფიზიკური გაგებით მეხსიერებაზე თუ გულისხმობ ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს ყველაფერი. პატარა 4-5 ასაკიდან უკვე მახსოვს. 4 წელს ვიყავი რომ პაპა ჩემი გარდაიცვალა თელავში. და დამამახსოვრდა ხალხი როგორ მოდიოდა პირდაპირ ნახე დაგზავნის პროცედურა ჯერ კიდევ არ ვიცოდი კარგად ვინ იყო ეს პაპაჩემი. პაპაჩემი იყო 27 შვილის მამა. 27 შვილი ყავდა ერთ მეუღლესთან. დედაჩემი იყო 27-დე თამარ გოცირიც.
აი იქიდან მახსოვს მე ჩემი თავი. და გამოვიარე ძალიან ბევრი სიძნელე. მე არ მინდა ვინმე თავი შევაწოდო. ცხოვრება ისეთი რამ არის, კარგსაც ნახავ, ცუდსაც ნახავ. სიძნელებსაც ბევრს ნახავ და ადვილად გასაგებებსაც ბევრს ნახავ. მაგრამ მე უფრო რატომღაც ძალიან ძნელი გზა მერგო. რთული. თუნდაც იმიტომ რომ 6 წლის ავიღე რომ დედა გარდამეცვალა. და დავრჩი მარტო. მამა ჩემი ისეთი პროფესიის იყო რომ დღე-დღე ტყეში იყო, მე ტყე ინჟინერი გახდათ. და მეზობრები და შორო ნაცები თუ მოვიდოდნენ და მომხედავდნენ და მე დამყავდა კიდე. 6 წელსაც დედა რომ მომიგდა დამყავდა 2 წელს. იმასაც პატრონობა უნდა და მეც. ეს პირველი ბავშვური სიზნელები გამოვიარა. თქვენით რომ ბერლინი მასში ბლოკადაში მოვყევიო და ეგ როგორ შეიძლებოდა 8 წლის ბავშვი ბლოკადაში მოვყევო. საოცრება დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ გეტყვით როგორ მოხდა ეგ ამბავი. თელავში საწამებს სწავლობდი და ცხოვრობდი. მაყურებლისთვისო გასაგები იყოს ბატონო ვახტანგი არის წარმოშობით თელავიდან, მაგრამ 1957 წელი მითხარით, ხო? ცხოვრობს გორში. და ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა, ჯერ განაწილებით აქ მოხვდა და მე შესაბამისად ამ ქალაქის ჩვენ გადაცემა გორის შესახებ არის, უბრალოდ კახურ წარმოშობას გავუსვი ხაზი ჩვენი სემის. ამასინათ დაუკავშირდი თელავში გამოდის ჟურნალი ოლა, ლიტერატურული ჟურნალი და ვიცნობ ამას, ფარნარაინაულს თქვენს გაგონილი გექნებათ. ბატონო რომ გამომიგზავნე რა ბატონო რაინამ და მეთქარი გამოგიზავნე რუბრიკას ასეთი. გაგორელებული თელაველის ლიტერატურა რუბრიკა კი ბატონო გამოგზავნე. ხო და თელავში ომი რო დაიწყო ბატონო ეგო. ეხლანდელი პედაგოგიური ინსტიტუტი, უпроსორთ მაშინდელი პედაგოგიური ინსტიტუტი და ეხლა უმაღლეს სასწავლებელი თელავში რომ მანდ გააკეთეს ჰოსპიტალი. სწავლა საერთოდ შეწყდა ჰოსპიტალი არა ყოფნიდა საბჭოთა კავშირში საწოლები და ჰოსპიტალები და აი ეს გადააკეთეს და მათ იყვნენ დაჭრილები. ერთხელ გამოვიარე სკოლიდან, ჩემი სკოლა ერეკლე მეფის სასახლის შიგნით. არის მოქცეული, იყო რა მოქცეული და რომ გამოვიდოდი, მთელი კედელი გასტურნო სახში წასულიყო, უნდა გამიარა და ერთხელაც ვიზიკით წიგნი გადაშლილი მქონდა იქ. 4-იანი დამწერა მასწავლებლობა და გავბრაზდები, იმიტომ რომ არ მომეწონა 4-იანი, 5-იანი მინდოდა და გაბრაზებული ვიყავ, თავს ვიქნებდი ალბათ და წიგნზე დაეცა კენჭი. ნუ ავიხედე მაგალითად 8 მეტრიანი კედელი ერეკლე მეფის სასახლის გალავანი. და რუსულად მეუნება იქიდან რომ რა მოგივიდა რა მოწყენილ ხარ. მეტყარე არის შენ საქმე. რუსულად პასუხი და გაუკვირდა, როგორ იცი რუსული, როგორ იცი რა ცოდნა. და მოკლედ ბეიდორი გავაგზელო, ეს აღმოჩნდა დაჭრილი რუსი და ჭრილობას იშუშები და ყოველ დილით გამოდიოდა და მზეზე. შეხოები ყონდა მზეზე მოიხსნა და მზეზე უშერდა. ქირურგიული ოპერაციას თუ მე მზე კარგად შველის რა მალე ახორცებს და არჩევს. და დავზმაკაცდი ისევით ბწყალებში. იქით მივიდიოდი თუ რამე მქონდა ჭადის ნატახი რაღაცა თოკი ჰქონდა ჩამომიყვჩები და ავაწვდიდი. თუ თვითონ რამე ჰქონდა მოსაცემი ჩამომიშვებდა და ესე დავზმაკაცდი და მე მოვიდა დრო რომ უნდა გამოწერან. და მითხრა რომ გამოწერან მალე და ალბათ ფონდაცია წავალისეო. და მაშინ რა იყო წესი იყო ბატონო ეგო თელავში ალბათ სხვაგანაც რომ დაჭრილებს რომ რაც შეიძლება ჩქარა უნდა გამოეწერათ ადგილები არ ყოფნიდათ და კერძო მესაკუთრეებს კერძო მოსახლეობაში არაწილებდნენ სახელმწიფო ეხმარებოდა ფულს აძლევდნენ და საუკეთესად აწვდიდნენ ყოველს მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად თუ საწოლი და რაღაცა და მე როგორც ახლა მიტოვებული ოჯახში დედა არ არის არავინ არ არის მარტო და მივედი მამაცებს ვთქვა მამა მეთქე მოდი ეგეთი რაღაცა ის უნდა გამოწერონ მეთქე ჩემს მაგაც იცოდა ის მაგაც რომ ყავდა და მიდი კომისარიატს ვთქვა ჩვენთან მოვიდეს მეთქე რა საბაბშვილო ჩვენ რა გვაქვს საჭმელი მას ვაჭამოთ იმას თვითონ აქ თავის საჭმელი კაცო მოვიდეს აქ მე ჩემი გავიტანე და მოვიყვანე რა
დაუძმა კაცის ისე ბჭყალებში და ერთხელ მითხრა ხო თვითონებთ კატავა არ მინდაო ეგ როდეს მითხრა ესეთ ერთი ორი კვირის მერე როცა უკვე ჩემთან ცხოვრობდა სახში და შემამჩნია დილით ადრე მიდიოდა გვიაღმა მოდიოდა თურმე გვარჯიშობს დადეს აეროდრომი არის თელავთან 5-6 კილომეტრში არის ალაზნის ხარას მაშინაც იყო აეროდრომი? კი, იყო. სამოქალაქო აეროდრომი იყო. მე სამხედრო ისინი ჩაერია ელემენტი. და მიდიოდა გამოდიოდა ერთხელ მითხრა მეოთხე მაია მეჩდა. როგორ ბავშვი შესაძლოა თვითმფრინავით რა გაგატაო, თვითმფრინავით გაგატაო. აუ, გავგიჟდი რა. მამაჩემიც დამავიწყდა და ყველაფერი დამავიწყდა. ბავშვი იცოდა რომ გეუნებოდეთ. და თვითონაც ახალგაზრდა იმით აი ახალგაზრდული იმით რა თქვი რა ქვია მაგას მე რა სიტყვა არ ვიცი და ჩუმად ჩავჯექით და წამოყანა ჩამოვიდა თბილისიდან იმ დღესვე როსტოვში და როსტოვში თურმე ბრიგადებს ადგენენ და ანაწილებენ რომ ვინ რომელი ბრიგადა როდესაც წავიდეს გაფრინდეს სად დარჩეს სად პირთი მიიტანოს და ესეთ გავიგავი მაშინ რა ვიცოდი, მაშინ ბავშვი ვიყავი მიხარობდა თვითმფრინავი. სხვადასხვა მე მახსოვს გაკვირვებული კაპიტანი იყო ერთი ფრინავი. ეს ბავშვი ვინ არის შეგეკითხა. ესე ჩემი ნათესავი იყო. მე როგორ შეიძლება რა არის. ნუ წოდა ხასა რა ერთი ორი დღე უნდა ვიყო. რა ორი დღე უნდა ვიყო. შენ აი ამ ხელავისა გა. და იქიდან თვითმფრინავით ლადოგის ტბის ახლოს იყო ბაზა. საიდანაც საკვებს გადააფრენდნენ, ჩაუყრიდნენ, უკან ბრუნდებოდნენ ისე. ჩაუყრიდნენ, კიდევ უკან ბრუნდებოდნენ. და ერთხელაც ზეიმით აღნიშნეს, რომ თურმე უკან იქ შეგვიძლია დაჯდნენ. და იქიდან რაღაც შეიცვალა სამხედრო ურთიერთობები და ამათ გაიმაგრეს წელი იქ რაღაც დასაჯდომი ადგილის ნახეს ლენინგრადში თუ რა იყო არ ვიცი ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ჩავედით ლენინგრადში. და იმ მესამე სართულზე ეს სახში ანუ ბლოკადა ამ დროს ლენინგრადის? ბატონო, ბლოკადა არის ლენინგრადის? ლენინგრადის ბლოკადა, გარშემო. საფრთხე არ არის რომ თვითმფრინავი რომ ჩამოაგდო? რა თქმა უნდა, დიდი საფრთხე იყო. ძალიან დიდი საფრთხე. მაგრამ ხო გეუბნება რა ბავშვობა. მაგრამ ის უპროსებს ხოდა შორის ერთხელ მაგრა გალაძღეს ეს ჩემი ძმაკაცი. მაგრა გალაძღეს, მაგრამ ომია კაცი ბოდიში მე ფეხებზე დაეკიდეს ყველაფერი მთავარი ომია იქ რაღაცა ბავშვი შევინახავთ როგორ რაღაც ესეთი ალბათ რა მამა თქვენი კახეთშია ამ დროს? მამა ჩემი კახეთშია და იცის თქვენ სად ხართ? არის და შეუძლია თუ მეტალი ქვეყანა მილიცია პოლიცია კომისარიატი იქ ვინერე კიდე რაღაცა სულ და ორი კვირა ვიჯექი იქ რა ხდებოდა იმაში ბლოკადირებულ სროლის ხმა ისმოდა მესმოდა მე ხშირად მესმოდა და როგორი სროლის ხმა ისე კი არა ავტომატურად ორი კვირა იყავით იმ ბლოკადაში? ორი კვირა ვიყავი მესამე სართულზე ცხოვრობდი და ფანჯრიდან უყურებდი საშინელებას სიცივე ყინვა წაიქცნენ დავინახე ჩემი თოლი დავინახე და მე მოიტანეს ამბავი იხოცებიან თუნე შიმშილით და სიცივე ყინვა რა ვიცი 30 გრადუსი თქვენ ხო იყავით სადღაც მესამე სართულზე და ისინი რატო არ იყვნენ სახლებში თქვენთან ხო თქვენ თუ ვინ ისინი აი ის ვინც ქუჩაში ყინვისგან იხოცებოდა ისინიც იყვნენ სახლებში თავიანთ სახლებში დადიოდნენ ალბათ ამ პურის საშუალად დადიოდნენ ან ნაცადან მიდიოდნენ არ ვიცი თქვენ საკვები საიდან ქონდათ? თუ თქვენ ვინაიდან ჯარისკაცები ქონდათ? ჯარისკაცები, კი, ჯარისკაცები ყვებავდნენ. ისე ყვებავდნენ რომ ეხლაც მახსოვს გამო. ერთი ეგარი არაყი მოვითხოვდა არ დამალევინდეს. მეუთხარი კახელკაც არასდროს მეთქვა რა შოთ. ცოტა მეცნობა. ისე თვითონ რა შვებოდნენ? ანუ რა ხდებოდა ამ ორი კვირის განმავლობაში თქვენი ცხოვრება? დილით ადრე მიდიოდნენ. რაღაცა დავალებებს ასრულებდნენ, იმიტომ მე ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, საღამოთო რო ბრუნდებოდნენ უკან. მოდიოდნენ ერთმანეთში აი ისეთ სამხედრო ტერმინოლოგიით ისე ბრძოლაშიც კი ერთობოდნენ თუ მქონდათ ეგეთი მომენტი თავდასხმაც მქონდათ მოიგერიეს თუ რაღაცა ეგეთები და მათ ძირითადი ფუნქცია რაც ევალებოდა წირთის გადატანა გადმოტანა ამას ასრულებდნენ ბრწყინვალედ და ბევრ საკვებსაც აძლევდნენ და სადაც უთქვია გრიშას რომ ჩემი ძმაკაცი თელელი ძმაკაცი სულ კახელი კაციო და ბევრი ჭამა უყვარს და ღვინოც უყვარს მაგრამ რა უყურთო და არაყი დაალენდეთ და ამან არ მისცა უფლება მეჩებს არაყი მომეცეთ მე მახსოვს რა არავითარ შემთხვევაში და
და თვითონ სვამდნენ ამ დროს? სვამდნენ. საღამოთი მოდიოდნენ, ხდებოდნენ, პრეფერენსს თამაშობდნენ. პრეფერენსი იცით თამაში, ხო? და თამაშობდნენ და არ ახსოვდნენ და ყვებოდნენ 1000-ნაირ რაღაცებს. ბოდიშვიხდი ძალიან ბევრი ბულგარულიც მომისმინე ქალებთან დაკავშირებით და რუსული ვიცოდი ძალიან კარგად. და რატო ვიცოდი რუსული კარგად იცით ბატონო ეგო? ომის დროს მე სამხედრო ნაწილის გვერდზე ვცხოვრობდი. თელავში სამხედრო ნაწილი არის თვითონ ისა საფრენი ისა ფრინავებს. სულ 150 მეტრში ვცხოვრობდი. და იმ უბანში გადასავსე იყო ოფიცრების ოჯახები ჩასახლებულები არიან სახლებში. და იმათ ბავშვებთან თამაშობდი დღე და ღამე. ვისწავლე რუსული ჩვენირად. აი ეს მე როგორ გამოходით იქიდან? ჩამომიყვანა ისე როსტოვში, მივიღეთ ბრძანება, ბრუნდები თუ გამახარა, მომეხვია, ხვალდილით მეფერნავ და ისე როსტოვში, როსტოვიდან როგორ თბილისში და თბილისში მითხრა ვახტანგ, თელავში ვეღარ წაგიყვანო, კაგნიბუჯ დაბერის სამ. როგორი საქმეა, როგორ თბილისიდან თელავში მე 7-8 წელს ვიჭი, როგორ წავით, საწავით. ნუ როგორც იქნა, ახლა ცოტა ისეთი ისტორია რა. ჩავედი რა თელავში, მაგრამ იქ რო ამბავი დამხდა, აი ჩემ ტერს რა. მამაჩემ რა თქმა უნდა ხელში ამიყვანა, გადამკოცნა, ცემლები წამოვიდა და მე ერთი მაგრამ შემომცხო. შედე უკვე სიტყვით და აღარ მომიყარო ახლა ეს რა გააკეთე ეს როგორ. ესე იგი თუ დამეძებდნენ მე აი ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ ყველაზე მძიმე წუთები, ყველაზე ძნელი დღეები. რა თქმა უნდა რა დამავიწყოს ბატონო ეგო იმ წაქცეულ ადამიანს მოპირდაპირე ტროტუარზე ფეხი არ გაუცურდა შიმშილისაგან და ყინისაგან წაიქცა და გაიყინა ვიღაცა ოფიცერი თქვა გაიყინება წადი მე მევთხარი შემოიყვანი კაცენ გავათბა და ყურმი დაუსვეს არ სიტყვა უკან დარიო იყო ნახავ ვიღაცაზე რა სკოლა როგორია იმ პერიოდში საბჭოთა სკოლა სტალინის პერიოდის რას გასწავლიან რა ინტერესი აქვს მასწავლებლებს რა უნდა იცოდე ბავშვმა კარგად მათ შორის აი პარტიულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ ნაწილში პარტიულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ ნაწილში არაფერი არ კეთდებოდა არის მოდა ხმა ამ მიმართულებდა რა პიონერობა და რაღაცა ჯერ არ არის დაწყებული არა კი არის მაგრამ ისეთი მასშტაბები არ არის რომ აი მით უმეტეს მას მე რაც სკოლაში შევედი უკვე ომის წლები ასულა და მასწავლებლების ის არის ნაკლებობაც არის და მოსწავლეებიც მშობლებმა სხვა ქალაქებში წაიყვანეს ოჯახები დაინგრა ბოდიშვიხდი და სკოლა ვიღაც რაღაც უნდა შიმშილთა გდებოდა ხალხი და სიცივე და ისა და გადანაწილდა სკოლაში ცოტა ვიყავით ბავშვები ცოტა ვიყავით ბავშვები მე სხვათა შორის ძალიან კარგ ვსწავლობდი კარგად ვსწავლობდი სულ ოქროს მედალი დაუნთავრე ყველას მაინც გავიტანე ჩემი და ოქროს მედალი დაუნთავრე ისეთი ვაშკაცური ისინი ყავდნენ მასწავლებლები რომ იმ საგნების გარდა იმ დისციპლინის გარდა ესე მათემატიკა იყო თუ ფიზიკა იყო თუ ქიმია იყო და ცხოვრებას მას გვასწავლენ ცხოვრებას როგორ უნდა მიესალმო ადამიანს როგორ უნდა მოიკითხო შეშა როგორ უნდა დაჭრა როგორ უნდა აანთო ცეცხლი ღუმელი გაათმო სიტყვის მიცემა აუცილებელია რომ არის და მე იმის შესრულება ხო აუცილებლად შესრულდა თუ კაცი ხარ სვანერთ არ ახარ კაცი მაშინ სიტყვა რომ ის ერთგულებაც მაგაცობა პატრიოტიზმი არის გასავლენ მასიურად თავრობაზე და იმაზე რა ქვეყანაში მცხოვრობდით რას ამბობდნენ საქართველოს რა იყო ამ დროს საქართველოს იყო რაღაც სახელმწიფო ქართველები ცალკე ხალხი ვიყავით თუ ვიყავით ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა აი მორალი რა იყო გავრცელებული თუნდაც ვიყავით ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა ვიყავით ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა ეროვნულ სიმრავლეს იგრძნობოდა თელავშიც კი 4-5 ეროვნების ხალხი იყო მაგრამ მე მაშინდელი პერიოდი მახსოვს რომ ძირითადად ყურადღება გადატანილი იყო სოფლის მეურნეობაზე და საკვების მოპოვებაზე ძირითადად ყურადღება რა შეეხება პარტიულ მუშაობას მე მამაჩემისგან ვიცი და მამაჩემის სტუმრებისგან კვირაში ერთხელ ორ კვირაში ერთხელ მოდიოდნენ სახლში ძებოდნენ და ლაპარაკობდნენ ხოლმე რაღაცებს
მხოლოდ საკებარი სიტყვები ისმოდა მათგან პარტიული ხელმძღვანელობის მისამართით. მხოლოდ საკებარი. ცუდი არავის მისამართით არ მახსოვს რომ ისმის ეთქვას. არ მახსოვს მე ესეთი. მომაჩემ თანამედროვე გამომდინარე ჩვენთან სტუმრად მინისტრებიც ყოფილან და მინისტრის მოადგილეებიც. აი სატყეო მეურნეობის დარგის და სხვა მასშტაბზე მომაჩემს კონტაქტები ქონდა აი კონსულტანტთანაც მისი შვილები ჩვენთან ერთად სწავლობდნენ და პარტიულ ლიდერებთან მქონდა ერთად ჩარკვიანთან ერთად იმგზავრა მანქანით გურჯაანიდან თელავამდე. მამაჩემ იქაურ სატყეო მეურნეობის დირექტორთან რაღაც კონტაქტები რაღაც საქმე იყო ჩამოვიდა ჩარკვიანი თელავში მანქანით წამოვიდა მამაჩემ წამოყვანა ზიარ და უკან წამოვიდა მე და გზაში სულ მაგას ლაპარაკობდნენ რომ მალე უნდა დამთავრდეს ეს ომი მალე უნდა დამთავრდეს და მე ნახე როგორ აყვავდება ჩვენი ქვეყანა თვითონ ჩარკვიანის სიტყვები მახსოვს ასეთი რომ კანდიდ ნესტორიძე ჯერ კიდევ მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ კაცობაო მუშტი და ის კი არ არის მუშტიო და განიერი მხრებიო და მაღალი და კაცობა ის არის რომ შენი შრომითო რომ მოიპოვებ შენ შეკებას და ქებას და შეინახავ ოჯახს და ქვეყანას ხარში ამოუდგები და ქვეყანას სიკეთეს დაწესო აი გარი კაცობო და მაგის უნარი და ცოდნაო სულ ყველას არ გააჩნიაო იმისაც მაგეთი იყო შეყრებული უნდა ისწავლო აი მე ჩვენი წინაპრების მე დანაწესო შეისწავლე აი აუცილებლობა ვაშენ აუცილებლად დაინახაო და შეიძლება ისწავლო და სწავლის ის იყო აგიტაცია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება როგორ გახსოვთ გამარჯვების დღე ან აი ზოგადად ის ფრაგმენტი თქვენს მეხსიერებაში როგორ არის შემონახული? კი, მახსოვს. 80 წელი გადის რამდენიმე დღეში ხო? ნამდვილად. 64 დღეში. ეს საინტერესო ეპიზოდს მოგიყვებით და ზუსტად მაგასთან არის დაკავშირებული. ხამე ვიპარებოდი ხოლმე. და მიდიოდი ხობეზე გადავწრებოდი სამხატვრო ნაწილში კინოს აჩვენებდნენ ყოველ საღამოს. და შევძრებოდი და ჩუმადნას კამერების ქვეშ და კინოს უყურებდი და მოვდივდი ხოლმე სახლში და მამაჩემ ერთი-ორჯერ დამხდა სახლში. რომ მეგონა არ დაგუსავდი და გაბრე სადადი ხარ შოღამის ეს ვინ მოგწა მაგის უფლება შოდი მართლა ეხლა პატარა ბავშვი დადიყა. იცოდე თუ კიდევ გავიგეო რომ შეხამე ესე გვიან აღარ შემგიშვებს ახში იცოდე. სადაც გინდა. გამიპრაზდა ძალიან რა და მე ერთი ძაღლი მყავდა გავზარდა სახელად ალმასა დავარქვი მე. ლეკვი მომიყვანა მამაჩემმა პატარა ლეკვი. თათუშეთში ვიყავით წასულები და იქ იჭიდაო ნიზლებზე. და თუ წავაქცევ აი ეს პატარა ლეკვი როდარ მეზეგმა მეცდო. და მამაჩემმა წააქცია შეგასა. დაახეთქა ბეჭებზე და შენი ჭირი მე მოხლაბზე დადგა რევაზი კალავიც ოღონდ ძაღლი ლეკვი 10 წელიწადია მაგის ჭიშროლოდები თურმე ეს არის რუსები ამ ვოლკოდა აი მგლების საწუნაღო გვაქვს რა განსაკუთრებული ჭიში ძაღლი არა მამაჩემმა სიტყვაზე წავაქცია მომს წამოიყვანა და ხუთ ჭიში ჩავსე წამოიყვანა მომიყვანა ლოგინში შემომიგდა გავზარდა ალმასა დავარქე და ვერთობი ბავშვი რა ერთხელ მოვედი რომ მამაჩემმა სახში აღარ შემიშვა აღარ შემიშვა ჩემ სიტყვას ვასრულებდი შენ აღარ ხერხის რა საკეთებ რა დამშავებსა არ შემიშვა და ცივა უკა ბატონო იაგო და ძაღლმა ჩამიხუტა ძაღლ შეუწეკით ეს თათები რო შემოიცრამხელა იყო დიდი და შემომახვია ეს თათები თითქოს ესმოდა და ძაღლის სითბო მიმიკარავს თონე აი დღესაც მახსოვს აი ტანში ძაღლის ის სითბო ვაი მე საოცრება იყო რა და თელიღამე მეძი და დილით რამ გამოღვიძა ყვირილმა და ხალხი ქუჩაში გრიელი და ყვირილი და პაბედა იქ ცხრამა ის დილი გატენდა ესე აი მაშინ გავიგე გამარჯობა პაბედა გამოცვიდა მე მამაჩემი გავიდა ომის მერე რა ხდება აი თქვენს მეხსიერებაში ეს ომის შემდგომი პერიოდი სტალინის გარდაცვალებამდე როგორ არის შემორჩენილი ემოციების დონეზე
მის მერე გაჭირვება იყო, მე ასე გამიგია. თუ პირიქით გაჭირვება მის მერე დამთავრდა ეგრევე. არა, არის, ისეთი გაჭირვება არ იყო, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო. გარანტირებული ქონდა ესა ბარათით პური, გარანტირებული ქონდა. ეს სოფლის მაღაზიაში იყიდებოდა? ქალაქის მაღაზიებში უბნებზე იყო გადანაწილებული და რიგში ვიდაკიდა ვეღულებთ ყოფილიყო. მე ნელა გაუმჯობესდა მდგომარეობა. სხვათაშორის მე სტალინით პიროვნებით ძალიან ადრე დავინტერესდი და აი ხო თქვენ სულ ხო შეკითხვა მომეცეთ. სტალინი არ გიხსენებიათ, გულისხმობდით სახელმწიფო მეთაურებს ხო? თელავში კარგი ისმოდა სულ. სტალინზე? კი. მოსწონდათ რა. აი უმჯობესდებოდა ცხოვრების პირობები, ხოლო ჩემთან რამდენჯერმე შევესწარი სტუმრები მამაჩემს შეეკამათნა. და ამბობდნენ, კარგი რასაც აკეთებს, კი ბატონო, კარგი, მაგრამ ცუდიც რო არის, იმაზე რა თქმა უნდა ლაპარაკობთ. გაჩვიდე კაცო. ანუ შიში იყო. შიში იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მამაჩემი გამოიყენებდა ხოლმე ესეც სულას, რომ ადამიანები იმიტომ კი არ იბადებით ერთმანეთს ცუდი ვილაპარაკოთ ერთმანეთს დახოცოთ. იმიტომ იბადებით ერთმანეთს ხარში ამოვუდგეთ, კარგი გავაკეთოთ, სიკეთე გავაკეთოთ და აი მის დანახვა პირველი საჭიროა. და მე სხვათა შორის ტრაბაკით გამომიო, მაგრამ ამ პრინციპით გავიზარდე და ასე ვარ დღესაც. და ჩემს ახლო წრეში მყოფ. სტალინის სიკვდილი როგორ გადაიტანა იმ საზოგადოებამ, სადაც თქვენ იყავით? აი ხალხში რა ემოცია იყო? რა გახსენდებათ სტალინის გარდაცვალების დღე რო გამოცხადდა? ტირილი. მასიური ტირილი მახსოვს, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი. 53 წლის 9 მარტი, ხო? ქუჩაში ყურებ ჩამოყრილი, ცრემლიანი ხალხი ბევრი მინახავს. სხვათა შორის სხვა ხმებიც ჰქონდა გაგონილი, მაგრამ მე ასე წრეში არ მოხვედრი რომ სადაც თურმე ამბობდნენ რომ ხისია. ხისი ასე უნდა მაგას თურმეს ვიღაცაზე ამბობდნენ სადღაც, მაგრამ მე პირადად არ შემოხვედრი რატომაც. ნუ ისე წრეში თქვენი აზრით გულწრფელად ტიროდა ის ხალხი თუ ერთმანეთის დასანახად ვინმე რომ კარგი კომუნისტია? გულწრფელად ტიროდა რატომ? უფრო მეტ გაჭირვებას სიძინეს ელოდებოდნენ უსტალინოდ. მე ასეთ დასკვნას ვაკეთებ. ანუ ეშინოდათ უსტალინო ცხოვრების? ეშინოდათ. კი მაგის თქმა ცოტა მიჭირს ხა ეშინოდა უფრო სიფრთხილეთ აზროვნებდნენ. გაგებით რომ სტალინი ძლიერი იყო. ყველას შემძლია, ყველას მოხერხებდა და აი ახლა მაგისოდ რა გუშველობა. რაღაც ესეთი მახსოვს მე. რა შეიცვალა სტალინის სიკვდილის მერე ქვეყანაში, თუნდაც საწყის წლებში, 50-იანი წლების ბოლომდე, სანამ თქვენ გორში გადმოხვალთ პირობითად. აი ეს პერიოდი რო წარმოიდგინოთ სტალინის გარდაცვალებიდან, ან გორში რო ახალ ჩამოსული ხართ აი ეს პერიოდის ჩათვლით. რა იცვლება სტალინის გარდაცვალებით ქვეყანაში, იმ ქვეყანაში? ბევრი რამე ისე აღარ კეთდებოდა, სასიკეთო საქმეები როგორც კეთდებოდა. იმიტომ რომ იმძლავრა რაღაცა ტალღამ მოსახლეობაში, რომ სტალინის დროს თუ კაცრად ჟიდნენ დანაშაულისთვის, ეხლა ფრთები უნდა გაეშალა დანაშაულს და წამოვიდა აღე მიცემობა და სპეკულაცია და მეხსამეობა. სად იგრძნობოდა ეს აი მაგალითად, თუნდაც სასწავლებლებშიც იგრძნობოდა. სასწავლებლებს კი უკვე ფული თუ არ ვერ მოეწყობოდი მაგას სასწავლებელში. 50-იან წლებშიც? 50 წლების მერე. აი მე 51 წელს მოვეწყე და უკვე 14 წელს უკვე იგრძნობოდა, ეგ ამე ლაპარაკობდნენ ეს სამედიცინოშიო ესა ლაპარაკობდნენ, მე არ შეხებიერ. მე მგონი უნივერსიტეტს ყველაზე ბოლოს შეეხება და საერთოდ შეეხო იმ პერიოდში არ მახსოვს. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რაღაც ვერც კი წარმომედგენდა ვიქტორ კოპრაძე და ნიკო მოსხოლიშვილი და ილია ევეკუომ როგორ უნდა აიღონ ფული. ამის წარმოდგენა ეგრე არ ვიყავი გაზეთში. არ ჩავხედრია და არც მინდა. აი სტალინის სიკვდილის შემდეგ სტალინის კულტის გმობა რო დაიწყო და 56 წლის ამბები რო მოხდა. ეს ამბავი თქვენს ცნობიერებამდე როგორ მოვიდა? ახლა ყველა ადამიანი თანაბრად ჩართული 56 წელს ამბავში მე ჩართული ვიყავი. აი სანაპიროზე სტალინის სექტორო ამბები დადრეალდა. იქ ვიყავი. მე კიდე რო წამოვედით რუსთავის პროსპექტზე ერთი ბეკაური მყავდა სტუდენტის მაგაზე ტანგზე შეხვდით. ჩარეული ვიყავით მაგ ამბავში რა, იმიტომ რომ სტალინი რა ხდებოდა იმ რას აპროტესტებდით? მოდი ესე კითხავთ მაშინ. სტალინის გინებას და უშუალო სიტყვებით მოხსენებას
ვინ მოიხსენია ვის შეიძლება ისმოდა გზადაგზა ისმოდა ეგ ამბავი ტელევიზორშიც ისმოდა თუ ტელევიზორი არ არის ტელევიზორი არ იყო ჯერ მაინდამაც არა ტელევიზორი საერთოდ არ არის გოგონი 48-19 წელს არ იყო ტელევიზორი 60-იანზე საწყისიდან ანუ ჩვენ შეყვარებულები სტალინზე ახალგაზრდობა სტუდენტები შეყვარებულები შეყვარებულებია ახალგაზრდობა სტალინზე იმ დროს კი ანუ თქვენი სტუდენტების უმრავლესობას გულწრფელად უყვარს სტალინი. გულწრფელად უყვარს სტალინი. ეგ არ ნიშნავს რომ შეგნებულად უყვართ, მაგრამ გულწრფელად რო უყვართ, ეგ წადია. რატო? მე ახლა გეტყვით. მეც მიყვარდა სტალინი და რატო? ობოლბიჩ მომწეს საცხოვრებელი, მომწეს სტიპენდია და კაი სწავლის საშუალება. საცხოვრებელი ადგილი. და ჭამასმა ნახევარფასში სტუდენტკალაქის სასადილოში. ეს თბილისში ცხოვრობდნენ, ხო? თბილისში, ხო. და სტუდენტკალაქში ცხოვრობდნენ გვაგაში. ნახევარფასში. ეხლა ვინ მოგწევს? და უფრო მეტიც, რო დავამთავრე სასწავლებელი, დიპლომთან ერთად მოგწევს, რაც ქალებს რა არის მეთქი. სამუშაოზე მიდი გელოდებიან უკვე. ეს სამუშაოზეც გამანაწილეს. გამანაწილეს სად? გოლში. არა, გამანაწილეს და მან მოხდა ტრაგედია და ტრიალდა ერთი და ვერ წავედი იქ. გამანაწილეს ახალციხის რაიონში სოფელი კოლეთი თუ რაღაცა კეთ სოფელი არის იქა ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად. ივლისი იყო თუ იმისი იყო და სექტემბერში უნდა სწავლა დაიწყება სკოლაში და უნდა იქ ვიყო და ვასწავლე. მან და მაგდროს მოხდა ბატონო ეგო საოცარი რამ. დოლიძე იყო დავით დოლიძე. თეორიული მექანიკას მასწავლებლად. ძალიან მოწონდა. ხო და მისულა და გამანაწილებელი კომისიის უთქვია ეგ არის ვახტანგი არ განაწილოთ არასო და ასპირანტურაში უნდა დავტოვო. და მეცნიერული მუშაობისკენ უნდა გავყოლო გზაო. მე უპატრონებ და არ წავედი. მაინც გამანაწილეს მაგრამ არ წავედი. ფული მომწეს გზისას იქით და ის ფული შემსჭა. უკანა აღარ მოუთხოვიათ, მაგრამ არ წავედი. ამისი მეტით რომ დავით დოლიძე ასპირანტურაში მომაწყობს და ჩემმა ბიზნესშიც აგმითა ბიჭო რა. ღმერთმა გაგიმართლა რა გინდა და ამ დროს მოხდა რა. პროფესორი რომელიც მე მასწავლდა რომელიც დამპირდა რომ ასპირანტურაში მოგაწყობო რვანაწლავის ოპერაციის მოათავსეს საავადმყოფოში სასწრაფოდ. მე არ ვიცი მე თელავში ვარ ველოდები დრო გავიდეს წავიდე მე საქმეს მიხოდა ის არის არ დადაგების რა პერიოდი და რასაც ხლა მოგიყვებით მე გავიქე არ ვიცოდი რომ საავადმყოფოში მოხდა ის ჩემი ვინც ასპირანტურაში უნდა მომიფეროს და აბზარდოს თურმე ისა მაგდროს იყო სპარტაკი ფეხბურთელთა გუნდი ჩამოსული თურმე თბილისში და გადამწყვეტი თამაში ყოფილა არ მახსოვს რა იყო რანაირად და მაშინ სტადიონი იყო პატარა 35,000 ეტეო და სულ და სურველი სტადიონზე მოხვედრის ვაიმე 3 და 4 ჯერ მეტი ხობებზე ძრებოდნენ ძალით ეტანებოდნენ და ცხენოსანი მილიცია 3 წელი ჰქონდა დარტყმული სტადიონს ძნელი იყო ბილეთი შევნახო დეპუტატი თუ რა ყავდა ქალაქომში დივანი თუ ვიღაცა ბილეთს ვერ იშოვეთ იმას ოპერაციას თუნდაც მესამე დღეა უკვე და გამოპარულა იმიდან საავადმყოფოდან ფეხბურთის ისეთი გულშემატკივარი ყოფილა რომ ამ თამაშს როგორ გამოვტოვებდა და გამოპარულა საავადმყოფოდან მე გავიგე ეს ყველაფერი და რომ მოვიდა სტადიონთან ამას ჭყლეტაში და უბედურებაში ცხენოსნები მოიცა და მოვიდა გაუცქდა ის ნაჭრილობებით რაღაცა და დაიღუპა და რო ჩამოვედი მე სექტემბერში უკვე უნდა მოვედი აბა ასპირანტურის საბაბ როგორ არის დის ასპირანტური მაგრამ როგორ პროფესორი აი მე მომიყვნენ ამას არ ვიცოდი დავრჩი განაწილების გარშეც სკოლის გარშეც და ასპირანტურის გარშეც დავრჩი რა ვქნა და ვიღაცა მითხრა რომ ისე გორში კვლევით სამეცნიერო ინსტიტუტი გაიხსნა და გორში კადრები არ ყოფნითო ფიზიკოსები მათემატიკოსები და წადი ნახე მედი იქნება და ვისეცხე ფული მეზობლებში თელავში და წამოვედი და
ერთ კომიკური ამბავი მოგიყვეთ როგორ გორში გინდათ შეიძლება ჩამოვედი გორში პირველად ვარ ორჯერ იყვნენ ექსკურსიაზე ჩემი ფაკულტეტიდან მაგრამ მე რადგანაც ვერ მოხვდი შემადგენლობაში ექსკურსიაზე გორი მაიმ მენახა გორის ციხედაზე ჩამოვედი მატარებელი არც ტაქსი არც ავტობუსი ხალხი რაღაც შეიკრიბა და წამოვიდნენ ქალაქისკენ ხო იცით რკინიგზის სადგური სად არის და მაშინ ერთი ხიდი იყო ძველ ხიდს ვეძახით ახლა აშენებული 1880 წლებში ძველ ხიდს ვეძახით ისეთი და არის ის ცოცხალი ეს ხიდი ახლა და ახლა ვიფიქრე კაცო ხალხი მოდის მოყვები და ქალაქისკენ მიდიან და მეც მივალ ქალაქზე მე ვიკითხავს და რა ინსტიტუტი და ის ინსტიტუტი იყო მაშინ სად იცით ბატონები მოედანზე ახლა რომ ქალაქის ის შენობა საკრებულოს შენობა არის სამსართულიანი შვენიერი მან სტალინის ძეგლი გაწინ და აი მანდ იყო კვლევითი ინსტიტუტი დროებით აშენებდნენ ინსტიტუტის შენობას ცხინვალის გზატკეცილისკენ და მან დროებით მანდ იყო და მან მიდვიდან ეგ მინდა რა ვიპო კვლევითი ინსტიტუტი მოდერნ ერთს ვეკითხები კვლევითი ინსტიტუტი სად არის მეთქი და შევხედა ჩამოსული ხარ აი კნამთან რომ მიხوار მარცხნ გადაუხედა იქია ვერ გავიგებ აღარ შევეკითხე მეორედ კიდე სხვა სკითხავები ვიფიქრეთ მოდი ვერ კიდე ვიღაც ვკითხე ცენტრისკენ მოდი რა ქალაქში მასწავლეთ მეთქი რა კვლევითი ინსტიტუტი სად არის აი კნამთან რომ მიხვალო ზოგი დადაკი შენობას და დაინახავ რა იქ სად დავინახავ მეთქი რასა კრემლი ორი ვიცი ქვეყანაში მოსკოვში და პრაღაში მეტი რა კახელი ვარ შემამჩნიეს მაშაყირებ თუ რა აი ეს მოდი კვლევითი ინსტიტუტში და აქ მოხდა ის აიც და საოცარი ამბები ტრიალებ და თელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში როგორი იყო ის იმდროინდელი გორი რო ჩამოხვედით რითი განსხვავდება მაგალითად თელავისგან იმ პერიოდის თელავისგან თავარი განსხვავება რაც შემოგვდა თელავიზზე უკეთესი იყო რა გაგებით თელავიზზე უკეთესი გაგებით რომ უფრო მეტად იყო განვითარებული მრეწველობა და მეურნეობა მოსახლეობა მეტი არის შრომის პროდუქციის შექმნის თვალსაზრისით უფრო მეც ქმნიდნენ კონტაქტები ძალიან ბევრი ჰქონდა გორსა და საკავშირო ცენტრალურ სამინისტროებთან კავშირები და რაღაცა თელავი მაგხრი ცოტა რუსულად რო ეთქვია სკრომნად მოკრძალებულად გამოიყურებოდა მაგრამ თელავი უკეთესია კლიმატური პირობებით ძალიან კარგი კლიმატური პირობები კვლევითი ინსტიტუტი რას ნიშნავს აი საბჭოთა კვლევითი ინსტიტუტი თქვენ რო თქვით თქვენ თან ტექნიკური განათლების ადამიანი ხართ ფიზიკა მათემატიკის სპეციალისტი გორში კვლევითი ინსტიტუტი ან ზოგადად ესეთ ქალაქებში კვლევითი ინსტიტუტები რას ნიშნავს რა ევალებათ მას და ვის სასარგებლოდ მუშაობენ ესე ვიზე მუშაობენ გეტყვით ძალიან გითხარით ასე მეტი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი იყო იმაში საქართველოში მათ შორის საკავშირო დონის საკავშირო მნიშვნელობის იყო 12 თუ 10 თუ 12 დანარჩენები იყო ადგილობრივი მასშტაბის ასე ვთქვათ ეს კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტები ემსახურებოდნენ ყველაფერს ოტიდო რუსულად რო ვთქვათ იკვლევდნენ პროცესების მიმდინარეობას ტექნოლოგიებს აი მაგალითად ვიტყვი დაუშვათ ჩაის ფაბრიკა აღვთ ჩაის ფაბრიკაში შედიოდა ჯგუფი მეცნიერების და სწავლობდნენ რას რანაირად იცავენ რეჟიმებს არადა ძალიან მკაცრი რეჟიმია ჩაის მრეწველობაში 1 გრადუსის სიზუსტით უნდა აწარმოო თბური პროცესები და მას ადამიანი ვერ უძლებს ხამეთ რომ ორიგებენ ერთი ყვირილი დაუწიე ნახშირია მაზუთია ის ნახევრად ზინდას მოუშვებს ამ მაზუტს ახლა მომემატა ტემპერატურა დაუგელი არის ყვირილი ანუ ობიექტური საშუალებები კონტროლის ზუსტი კონტროლის არ არსებობდა ან თუ არსებობდა 10% დანარჩენი ჩვენ შეგვექნა ტემპერატურის ავტომატური საზომი ტენიანების ავტომატური საზომი და სიჩქარის საზომი ანუ თქვენ ტექნოლოგიებზე მუშაობდით? ყველაფერზე, რაც კი სჭირდება პროდუქციის შექმნას. და შექმნას რა კუთხით და რა ბიზნით. რაც შეიძლება ნაკლები ენერგიით მეტი პროდუქცია მიიღო და უკეთესი ხარისხის. ეს პირველი ამოცანა ეს ყველა კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტზე იყო. აი მაგალითად ბამბელი ქსეულების კომბინაცია აქვს.
ეს იყო საკავშირო დაქვემდებარების უდიდესი კომბინატი იყო. 15,000 მუშაობდა სამწოლაში. და იმდენ პროდუქციას ქმნიდნენ ქსოვილებს. გორში იკერებოდა ქსოვილები? არ იკერებოდა. ისა იქსოვებოდა. გორში და მე უკვე ნაწილდებოდა ფაბრიკებში, სამკერვალო ფაბრიკებში, მე რაკერავდნენ ტანისამოსსაც და ჩანთებსაც აი გოყარეს. კიდე რა ფაბრიკა ხარხნებია იმ პერიოდში გორში და რა საწარმოები? საკონსერვო ქარხანა იყო. კონსერვების საწარმოები და ეგ კომბინატი გითხარით სუბუქმრიაწულების დარგს ემსახურებოდა საფეიქრო დარგის იყო და ძირითადად ქსოვილები, ჩიტი, მიტკალი, გიაზი, ატინი რაღაცები. იყო ლუდლიმონეცკის ქარხანა, იყო ყველკარაკის ქარხანა, იყო პურის საცხობი კომბინატები ორი. და აქ ყველგან საჭირო იყო ავტომატიზაცია. იმიტომ რომ ადამიანმა რამდენი განათლებული წარნო იყო. რამდენი მონდომებულიც არ იყო, ვერ შეძლება. და საიდან სწავლობდით? აი მაგალითად თქვენ რო ეს ავტომატიზაცია გაეკეთებინათ, ან ზოგადად ტექნოლოგიური პროგრესი განხორციელებული იყო თითოეულ საწარმოში, რასაც თქვენ მოიყვებით, ინფორმაციას თქვენ საიდან ღებულობდით? აი მე მაგათ გეტყვით ახლა. პირველ რიგში ლიტერატურა არსებობს ლიტერატურა. როგორც ავტომატური რეგულირების თეორიის ლიტერატურა, ისე პრაქტიკული ლიტერატურა. პლუს მაგას. ამას მივლინებების საზღვარგარეთ არ ჭირდებოდა? კი, როგორ მაგისკენ მივდიოდი ახლა ზუსტად. მივლინებები ჭირდება და რაც თავია უშუალოდ წარმოებაში ყოფნა. მე რამდენჯერაც კი წარმოებაში მივედი, იმდენი გამოგონება და რაციონალიზება გავაკეთე რამის და გიჟდებოდნენ. საიდან როგორ თუ რა შეიძლებოდა. ერთმა კაცმა ბოდიში ხდა დადამაგინა. რა გამიკეთებ ბიჭო, ხელფასები მქონდაოდ, ეხლა რაში იყო საქმე, იცით? დაზგასთან მუშაობს. და ეს დაკვირვებით მივედი, დაკვირვებით დაზგასთან მუშაობს. და კედლებზე ინსტრუმენტები ულაგიას. და მოწყობილობა ის რა, რომ მოხერხებულად კომფორტულად რო სწრაფად და ბევრი გამოუშვას, რომ ხელფასი მეტი მიიღოს. და რა შეიძლება ბატონო? იმაის არ აქცევს ამას ყურადღებას. მე მივაქცევ ყურადღებას, ეს ჩემი დანიშნულება იყო. რომ ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება, ყველაზე შორს უკიდია. აი დღეში რო იყენებს ეს ინსტრუმენტი, მე გამოიყენოს დავუშვათ 30 ჯერ. ის უკიდია იქ შორს. და ინსტრუმენტი რომელსაც ერთხელ იყენებს დღეში, ან ორჯერ, აქ ცხვრწინ უკიდია. და ამაში კარგავს რამდენ დროს დავთვალე და უთხარი. მე რაზე იდგა ის უთხარი ფეხ ყოველ ნაბიჯზე ფეხს წამოკრავდა ხოლმე ესეთი სადგამი ჰქონდა იატაკზე. მე ის უთხარი რომ ხალათი აქ არ უნდა ეკეთოს. აი ბევრი რაღაცა ავაწყე და მივიტანე თავარი ჯერზე დავდე. აი მართლა მე ნახოთ მე ხოდ ეგ კაცი გააფრთხილეთ რომ არაფერი თქვას გამლანძღავს მეთქი ვიცი. რატო იცი აერია ყველაფერი. ერთი თვე გავიდა და ისწავლა უკვე მიხვდა და მე ტაში დამბავიყო მე მთელი საკონსერვო ქარხანა შეიძლება რომ ვახომო ის გააკეთა უკეთო რაკნაო და 10% შრომის დაყოფილება გაიზარდა. თუ ეს კაცი რაღაცას უშვებდა 100 წელს, ეხლა უშვებს 100 წელს. ხელფასიც მოემატა, ეს ელემენტარული რომ გითხარით, მაგრამ ძალიან რთული იყო თბური პროცესების კონტროლი და რეგულირება. საშინელება აი ჩაის ღნობის პროცესს ქვია. და ღნობა რატო კეთებთ, რომ კარგად მოიგრიხოს. არ დაინტერესა. და მოგერხა რატო საჭირო უჯრედები გაწყლიტო. რატო უნდა გაწყლიტო? ჩაი აქაც იყო გორში? ბატონო? გორშიც იყო ჩაის ხანა? არ იყო. და უნდა მოწყლიტო, რატო უნდა მოწყლიტო? შინთ რაც სასარგებლო ნივთიერებებია, ის ვიტამინები და ისინი გამოიტანოს ზედაპირზე. და მე ფერი და გემო და არომატი და სუნდა ყველაფერი. ხო და აქ თუ 1 გრადუსით დაარღვიე ეს თბური პროცესი, ჰაერით ხდება ეს. ჰაერის ნაკადი, თბილი ნაკადი უბეროს და იქ ამ ორგანიზაციაში დაწინაურება როგორ ხდება? აი საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის კვლევით დაწესებულების შესაძლებლობთ, დაწინაურებისთვის რა არის საჭირო? შენ უნდა იყო კარგი სპეციალისტი, შენ უნდა ერკვეოდე კარგად პარტიული იერარქიაში და რაღაც ტიპის ურთიერთობებში თუ როგორ ხდება ზოგადად დაწინაურება ადამიანის, რომელსაც უნდა რომ ამ საქმეს კვალიფიცირებულად მიყვეს? გეტყვით, ჩემ მაგალითზე გეტყვით. რომ მოეწყე მოწყობა სხვა თემა არის. სამჯერ გამგზავნა უკან, სამჯერ გამოტანა წიგნი, თავრამ ინჟინერმა.
უმაღლესი განათლებით, დიპლომით. წადიახლეს წინ წაიკიდე, წადიახლეს წაიკიდე, კარგი მეუთხარ კაცო. ნასასხები ფული დავდიო, რომელი ბიჭი ვარ, მეუთხარ. რაღაც დარწმუნდი რომ ვიცი რა. და მე რაღაცა დავეხმარა კიდე მიმიღეს ლაბორანტად. ლაბორანტის ხელფასი იყო 65 მანეთი. და ლაბორანტიდან განყოფილების გამგემდე 14 საფეხური იყო კიდე. გასავლელი და წელიწადში 5 მანეთი გვებატებოდა. და ეს საფეხურები რა სისწრაფით უნდა გაგიარა? 14 საფეხური. ჩვენს იყო დამოკიდებული რა. მე მაგალითად სულ მაქებდა. გამომდიოდა. ძალიან კაცრი ვიყავით. საქმისად დამოკიდებულებაში დროის ამბავში რაღაცა და მოსწონდათ სამბავი. როცა უკვე გადავედი წავედი 15 საფეხური გავიარე 12 წელიწადში. 15 საფეხური 12 წელიწადში. 12 წელიწადში და ხელფასი რამდენი გაგიხდათ ამ პერიოდზე? 140 მანეთი. რამდენი იყო? 65. და 15 საფეხური გაიარეთ, გაგიორმაგდათ ხელფასი? კი. ამეორდა მე მოხდა რა, მე მოხდა ის რომ უკვე დისერტაციამ დავიცავი, მე უკვე ხარისხი რომ მქონდა უკვე 400 ლარამდე მქონდა ხელფასი უკვე. ეს დისერტაციას თუ დაიცავდი, მაშინ გიმატებდნენ ხელფასს ესე. თუ განყოფილების უფროსი იყავი, ლაბორატორიის გამგეთი ვიყავი და თუ რიგითი იყავი, ინჟინერი აი კარგად არ გიმატებდნენ. როს დაგეცვა დისერტაცია? ხო. რო დავიცავი დისერტაცია, მე 400 მქონდა, კარაკომის პირველ დილს 50 ქონდა და მე მქონდა 400. აი ამ თქვენი ორგანიზაციის ზოგადად იმ პერიოდისთვის, რაც თქვენ ახ ჩამოხვედით 50-იანი წლების ბოლოა. აი რო წარმომადგენლოთ იმ პერიოდის ცეკას ბიუნიდან დაწყებული იერარქია როგორ არის? ვინ მართავს გორს, რაც დაგხვდათ? გორს ვინ მართავს და რას ნიშნავს გორში რაიკომის დივნების ცვლილება? ზოგადად. აი ეს რო წარმომადგენლოთ რო დაახლოებით დავინახოთ აი იმ პერიოდში როგორ იმართება გორის შიდა ისტორია მარტივად. კი ბატონო. პირველი მდივანი ეს იყო ღმერთი. ვინც გინდა ყოფილიყო ქალი, კაცი, ახალგაზრდა, ხანდაზმული, გამოუცდელი, ღმერთი. პირველი მდივანი არის ღმერთი. ყველა უჯერებდა. აქ შეიძლება ითქვას რომ აი ესეთი მიდგომა იყო რა დიქტატორული არ არის, მაგრამ დიქტატორს ვერ უწოდებ, მაგრამ ჩვევა უფრო იყო. რომ რაგი პირველი მდივანი მორჩა ის რო ითქვის ეს უნდა იყოს. კანონია. მე მაქვს ძალიან გამონაკლისი ვიყავი და მოხდი თუ არა მაგ წრეებში. როცა უკვე დირექტორად დამნიშნეს და იქ მე იმ განყოფილების გამგედა ის დამნიშნეს, უკვე დავიწყე შეფასებების გამჟღავნება, რასაც არა ეს და ბევრს მოსუნდა იქ ამბავი. იყო აქ ერთი ციკლაური პირველი მდივანი, კარაკომის პირველი მდივანი. გადამეხია, გადამკოცა, მეუბნება შენ იქ არ უნდა იყო, შენ წარმოებაში უნდა იყო, რომ საქმეს აკეთებდაო. ნუ ასეც მოხდა მე, მაგრამ ასაც თავისი ის ჰქონდა. ხოდა როგორი ხალხია ესენი? დაჯერება იყო, ხალხი აი ანუ როგორ ვთქვათ, იერარქია დაცული 100%-ით, პატივისცემა აქედან იწყება და აქ თავდება. ეს კაცრია, მომთხოვნია პირველი. ეს აპრიორი ასეთი უნდა იყოს, კაცრი და მომთხოვნი. ასეთი კი, ასეთი იყო და უმრავლესობა ასეთი იყო, ასეც იყო. მაგრამ ისეთი შემხედრია რომ საუბრის დროს ჩაეძინა დივანი, რეგიმის დივანი, ეგეც შევესწარი, მაგასაც შევესწარი მე. და აი რას ნიშნავდა კარგი რაიკომის დივანი და არც ისე კარგი რაიკომის დივანი რა? ეგ ქალაქის ცხოვრებას ეწყობა, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი თავის დროზე კეთდება, ყველაფერი სათანადოდ ფასდება. აი ეგ არის ქალაქის პირველი დივნის მუშაობა. ჩანს. ეხლა მაგალითად აი დღეს მე რო ქალაქში დავდივარ, გოშხო ვიცხოს არა ნაკლონებებია და რჩება შთაბეჭდილება რომ ხშირ შემთხვევაში რაღაცას ნაკლები ყურადღება ექცევა, რაღაცას საერთოდ არ ექცევა ყურადღება. რაღაცას გადამეტებული ყურადღება ექცევა. მაშინ რაღაცნაირად იყო აწყობილი ბატონო ეგ რა არ ვიცი ეგ რა კომუნისტებმა რანაირად დაალაგეს, რანაირად მოიფიქრეს ეს დონეები არ იყო აი როგორ გითხრათ, მანამ დაიწყებოდა ეს მასიური მექცევება და აღემისმობა, ეს გახსოვთ როდეს დაიწყო, მანამდე ისე კარგად იყო აწყობილი ყველაფერი და მე ნელ-ნელა გაიხსნა და გაფუძდა ყველაფერი. მე თვითონ ხო გეუბნებთ არა, მეც მოხვდი მაგ სიტუაციაში და მაინც კარგად არ დამთავრდა ჩემი სამეურნეო სამრეწველო მოღვაწეობა. თორე მე აქ მაგალითად ყველა რაიკომის დივანი მოწონდათ გორელებს, რასთან გახსოვთ? არა. ყველა არ მოწონდათ მაგას შესაძლოა. ვინც არ მოწონდათ, რატო არ მოწონდათ?
აი რატომ იცით აი ხალხთან ნაკლები კონტაქტის გამო. აი ყველაზე დიდ პატივს სცემენ ეხლაც და მაშინაც ესე იყო რომ ადამიანს უფროს ესმის აი ადამიანს რაიკოვის დივანი თუ კალაკოვის დივანი პირველი ქალაქის ბედი და ქალაქი რა არის? ქალაქი მოსახლეობაა ხო? ანუ მოსახლეობის ბედია შეხელში. ამიტომ ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება და განსაკუთრებით იმ ადამიანებს უნდა მიაქციო ყურადღება, რომელსაც უჭირთ ნუ ხარში აბუდგმა ჭირდება ეს ყველა ეპოქაში იყო და არის და დღესაც არის ხო ეს? და ვინც თავს გამოიწოდა ამ ხრივ, აი ბელა ბაყაშვილი იყო აქ, სხვადასხვა თელაველი იყო. იმას აქებდნენ რეზო ბზიშვილი იყო, აქებენ დღემდე. იყო ციკლაური აქებენ. აძაგებდნენ ვის ცუც ლაპარაკობდნენ უბრალოდ, ყარი, ემსუჩი აღარ მახსოვს ყარი. ნუ იყო რამდენიმე ჩემ ამ ყოფნის პერიოდში გორში. ერთი ორი იყვნენ რომ უარყოფითი რეაქციები ჰქონდათ მოსახლეობაში. მოტივი რა ჰქონდათ უარყოფითი მოსახლეობის? მიიღებლობა, აი მიღებაზე არ მიიღებს. მიიღებს თუ რომელსაც არ გაგიკეთებს და აი მე ხარში ვცერდება ეს. ზოგი შეიძლება არც ყოფილი ეგ მიიღებაზე, მაგრამ ამან მეზობელმა უთხრა ესეთი აი რაღაცა თხოვი აი და ეს მე ნელ-ნელა ვრცელდება. შეიძლება არიან ადამიანები ბატონო ეგ თვითონ კარგად მოგახსენებათ რომ უხეშები არიან მიმართვაში. ნაკლებულზე გაზუბარი ისე გიკეთებენ ჩვენ საქმეს ვერ გაიგე კარგ საქმეს. და არიან ისეთების რომელიც დიდი ზარზეიმით კეთოს. კი კაცო როგორ არა გაიკეთე. ჩემი დაგენაცოს ასლაბარგო შენ როგორ არ გაიკეთე მაგ საქმესაც არაფერს არ გაიკეთებს. ეს ამაზეც ვცერდება ხალხში. და გარკვეულ დროს მერე გუბდება ასე ვთქვათ ეს ემოციები და ფულს როგორ შოულობს აი ეს თანამდებობის პირები თქვენი დაკვირვებით. აი ვინც რაიკოვის დივნები პირობითად ვიღაც იმ პერიოდის მაღალი თანამდებობის პირები და რა თანამდებობებია სადაც ფული იშოვება. ყველა თანამდებობა იმაში ყველა დროის პირველი მდივნები მეორე მდივნები იშვიათად ნახავდით კაცს როცა დაიწყოს მასივი მეკრთავება რომ ფული არ აიღო. ვინც ფულს არ იღებდა აი გაზლებდა 1-5 თვე და მე რა იჯორებდნენ დავიდან. იმ ზონემდე მივიდა ეს კარუსელი ისე დატარიალდა რომ ყველა ჩაება მეკრთავებაში. როგორ იყო ეს სქემა აწყობილი? აი თქვათ როგორ მიდის რაიკოვის დივნამდე ან მაღალი თანამდებობა თქვათ ქარხნის დირექტორამდე ფული აი როგორ დავით ხალხი ჰქონდა იერარქიით. აი მაგალითად მე თქვენ ლუდის ქარხანაშიც მუშაობდით როგორც მითხარით? კი, ლუდის ქარხანაში მუშაობდი, მე მომიწია ასე რომ პირველი შეხვედრა უბრალოდ თლათოფროსთან მქონდა როგორ იცით? ანუ შევედი და ესე შევა. თლათოფროსი ვინ არის ამ თანამდებობრივად? რაიკოვის დივანი? არა. სამრეწველო დარგის გეონები, სამრეწველო ეგენი სამინისტროები, სამინისტროებში. ესე დამიწყო ლაპარაკი. აბა ეხლა შენიც წინა დირექტორი ხო იცი რა თქოს ავსუფლად. არა მეთქე არ ვიცი. იკითხე და გეტყვიან. აბა ეხლა შენიც მიხედე და თუ რამე გაგიჭირდეს და ამერიკა და ჩამოდე და ეს შევა რა ეს იჩევა და გადაქცეული და ვერ აჩერებს ამ თითებს. მე დავიბენე გარეთ გამოვიდე მე და ძღოლსონები რა მანქანა ყავდა კარგის. ჯერსა და ხარ ბატონო ხო ნახავ რა სამნახავ მეთქე. ძოლი გეუბნება? ძოლი მეთქე. ის გამოცდილია წინასაც მსახურობდა. დიდი ხანი მუშაობდა ემსახურებოდა წინას. ეხლა რა ხდება? სამქროების უფროსები იციან, სამქროებიან, მე სამი სამქრო მქონდა, ხო? იმათ თავიანთი დონე აქვთ. შენ არაფერს შეჭერ, თავის ისას თხოვს. აი მაგალითად, აქ იყო სტანდარტიზაციის და ნორმის გაყოფილება იყო. შემოვიდოდა ხარისხი შეგიმოწმებოდა, რაოდენობა შეგიმოწმებოდა და იმისთვის ფული ერთწუნა მიეტანა ვიღაცას. იმასთან. არ შემოსულიყო და არ შეეწუხებინე. ხო, არ შემოსულიყო. სახანძროს ვიღაცას სხვას უნდა მიეტანა სახანძროში. პოლიციის მილიციაში სხვას უნდა მიეტანა. სახალხო კონტროლში სხვას უნდა მიეტანა. და ჩემთანაც უნდა მოეტანა. მე უნდა შემეგროვებინა და მე უკვე მითხრეს ვის უნდა მიუტანო. თქვენ ვიზე გიწევდათ მიტანა ანუ 1-3-4 კაცი იყო რა. ნუ მოთმენებთ. 1-3-4 პიროვნება იყო რომ მე უნდა მიმეტანა როგორც დირექტორს.
ლამის გავგვიჟდი რა. ლამის გავგვიჟდი. ჯერ ერთი მე სამკრების იმდა ხელ არ ვიღებდი ფულს. არა ვიღე, ერთხელ მომიტანეს, ორჯერ მომიტანეს. გაი მეუთხე და მოხსნა სამსახური გაგაგდა. აი ის გაგაგდა ნახავთო. რა იყო დას მე მეკრები მეთქარ. რა გავა ერთ სამეთხე და თუ არ მივიტანეთ სასაჭირო, გაქვს დაგვიჭერეს უყოლასო. რათა მივანები? რათა დიდი. აი რო დარბეხარ და რაღაცებს რო აკეთებ, რა დაკეთებ? იმიტომ აკეთებ და ცუდად აკეთებ, და კიდე რო კარგად გააკეთებ, რა. ნელა გადის, თვე ორ თვეში ერთხელ ჩავდივარ გეგმის შესრულება ამბავდი, ასე მელაპარაკებ ეს. აი მე უთხარი მოდი ახლა ერთი წელიწადი მომეცე დრო. თუ არა გავშორდეთ რა. ერთი წელიწადი მომეცე რა, რომ არ შემიშალო ხელი. დახმარებას არ აქვს, მეც რომ მოული. რა უნდა გააკეთო? რას აგავს ქარხანა არის მეთქი. თქვენზე კარგად ვინ იცის ქარხანა, ხო? ეს არის ეს ლუდის ქარხანა? ლუდის ქარხანა, ხო. ქალთა ჰიგიენის ოთახი არ აქვს, იქ საწყობი არ აქვს, იქ ტემპერატურის რეჟიმი არ აქვს, ალაუგი ფიჭდება, ქერიგი ფიჭდება, იფანტება, მე წყალს ასხავ და მთელი ამბავი. ეს ყველაფერი ეზო რას გავს მეთქრა. მე რომ მაგას ერთი წელი მომეცე მევთხარი, აბა უფონდო დინონცებს დანადგარებს. კარგი მომცაპირება. ერთი წელი გაცილია და გავიდა ორი თვე და მეძახს. როგორ არის საქმე? ესებში. დავიწყე მეუთხარი საქმე რაღაცა რა გააკეთე, ავიდე გავაკეთე და მე გავაკეთე ისეთი რამ რომ არავის არ გავუკეთე მე გორში. რა? გორის წყალი არ ვარგა ლუდისთვის. წყალი არ ვარგა. ეგ მე როგორც მეცნიერება შევისწავლე და ვიცი. ეხლა ვეძებ საშუალებას. წყალი დავარბილო, დარბილება ქვია, მაგას მარილები რომ მოვაშორო, დარბილება ქვია. ასეთ სიტყვა არსებობს ასეთ. და მითხრა დასავლეთ უკრაინაში არის სპეციალური მადანი, ისე კანები აქვს ტყეში, თებში სადაც რა. ეძახიან პერლიც. იმას უნდა გაატარო წყალი და აცლის მარილებს. ხოლო უნდა შეისწავლო, რამდენი უნდა გაატარო, რამდენი ხანს გააჭერო, რამდენი უნდა მოწილო. მეცნიერულად უნდა და გავიპარე ჩუმად წავედი. უთხარით მეთქი რომ ავათავარ და ერთი კვირა წავედი. ხელფასით, ჩემი ხელფასით. არც მილიონი ვარს არ ვიყავ. ჩავედი დასავლეთ უკრაინაში და ფონდები უნდაო. მე ვთხარი ბიჭი ერთი ორი ტომარა მინდა რა ფონდი, ის ფონდი, რადგან უყურებ. მე ვთხარი ლაბორატორიული დანადგარს გავაკეთებ. და დარწმუნდები რომ შველის საქმეს და ხარისხიან გამოვიდი და მე ვილაპარაკოთ ფონდებზე, მე უბრალოდ ვიყავს მე სამინისტრო რაღაცა და ფონდებს მე ვილაპარაკებ. თავარია დავანახო იმ ხალხს რომ მიკეთდება საქმე. მომწეს ორი ტომარა. წამოვიღე, ჩამოვიტან და ლაბორატორიული დანადგარი გავაკეთე. ჩემ ყოფილკულებით ინსტიტუტში კონსტრუქტორებს დაუძახე. ნახაზები გავაკეთებინე, სახელმწიფოში მომზადებული და აკვირდება გავაკეთე ლუდი. და დაპატეჟებოდი ყოველ დღე ძმაგაცებს, მოდით ნახეთ, ვიჭო ტუჩებს იკვნეტავდნენ და იროგავდნენ რა გემრიელე და რა კარგი და როგორია და ისე კარგი ლუდი იყო გორში, ჩემი მეზობლები დადიოდნენ სამეგრელო და სუდი ლუდი იყო მასიურად, წყალი. და არ იყო მაგალითად ის რომ სპეციალურად რაიკომის დივნებისთვის კარგი ლუდი ჩამოესხა? იყო ეგ შემთხვევა, აკეთებდნენ სპეციალურად ქონდათ და მიხონდათ ხოლმე და დროები მოვიდნენ და ჩადებდნენ წაიარდნენ. არ მარტო რაიკომის დივნებს, პერს მიხონდათ. რა ჭირდებოდა იმას რომ კარგი ლუდი მოეცა ჩემთვის? რა პრივილეგია ჭირდებოდა იმას რომ კარგი ლუდი მოეცა? არაფერი, რაღაც სტანდარტულად თუ ტრადიციის გზასთან დაკანონებული იყო რომ შენ აი ეს უნდა მიიტანო იქ, მორჩა. წლები მოდიოდა ვინ ჩაუტო სათავე აზე რა. რა ღირდა ლიტრალუდი, ბოთი ერთი ბოთლი ლუდი. მაშინ ფასები ხარ გახსოვს? არ მახსოვს კარგად. მე მგონი 30 კაპეკი ღირდა, 30-40. ერთი ბოთლი ის ნახევრად. მე მგონი კარგად არ მოწ. მაგრამ ის ლუდი რომ დავლიეთ, რომელიც ამ ჩემ დანადგარი გავაკეთეთ. ჩაუღწევია ამბავი იქ სამინისტროში. დამიბარეს. სადიღავი როდის ერთი კვირა რო არ იყავი, სად იყავი? ნუ გაიგეს და უთხარი საცო. რა გააკეთე? ეს გავაკეთე მეთქი. მარტო გამოვიდა და იმას მიუბრუნდა გვერდზე ერთი ჯუმბერი ერქვა სახელი. წადი ერთი და კაშნიჭევ და მეც წამომიღებ ნახო. ეს ჯუმბერი ჩამოვიდა. მეც წამოვიყო თავის მანქანით. ნახა და ბიჭო ახო. სად იყავი აქამდე? ბიჭო რა ლუდია, ბიჭო რა კარგია, მოით გამატანა, წაიღე.
რამდენი ხანი მოგიწიათ ამ სამსახურში, რამდენი ხანი გაძელით, ესე რომ ვთქვათ? წელიწადი და 2 წლამდე ვერ მიაღწია რა. არა და ჩამოვიტანე ახალი დანადგარები სახარში, ახალი დანადგარები. ახალი ცისტერნები დავდგე, სადაც დუღილის პროცესები მიმდინარეობს. ქალთა ჰიგიენის ოთახი გავაკეთე, სტადიონი გავაკეთე ეზოში. და ნედლეულის შესანახი კამერები, კონდიციონერები გავაკეთე. და უკვე გადასული ვიყავი, აი მასიურ კაი ლუდის წარმოებას, ყველა პირობა შექმენი. საიმისოდ რომ ნედლეული არ გამფუჭებოდა დანადგარებს კარგად ეგუშავათ, ვაკეთებდი რომ მასიურად კარგი ლუდი გამომეშვა. მაგრამ არ მოისვენა რა. არ მოისვენა, ესე მიჩერება და ამომივიდა ყელში რა. ხო სიცხე მომცა პირველად რომ ფული მომიტანეს და ფული წავიღე. და მე სიცხე მხოლოდ ერთი კვირა ვიცეკი. გებიცებით რა მეუღლე და გაანებეთ რა ჯანდაბადგინე. აი პირველად რომ ფული ავიღე სიცხე მომცა რა. და იმან მომცა სიცხე რომ მივეცე კიდე სხვასა და მეც დავიტოვე კაცო. ეგ არის მთავარი. რომელიც ყელში გამეჭედებოდა. რამდენი პროცენტი იყო დაახლოებით რაც ზემოთ უნდა აგეტანა? პროცენტულად შეიძლება ამის დათვლა. არაფრის პროცენტი არ იყო მანდ. მოჭრილი თანხაზე იყო. საკაი ამდენი მიიტანა. იგი პეტრეზის და პავლე მიიტანა და და ბოლოს ძალიან ბოდიშვიხტი და ძალიან ცოტა შემოიმბერა. სიტყვა მოვითხარე, სიტყვა გატაშა. არ დამეხმარა. ჩემი გავაკეთე, რაც გავაკეთე. და კაი გავაკეთე, ცუდი რა გავაკეთე, ამითხარით. არ შეიძლება ბიჭო საქმეს უნდა მიხედო, კიდე ესე თამაშობდი. რამე ხალხი გდებით მე კიდე აკმითქარით, რა შეასაქმეო. 5 საათამდე გავარო. ო კაი მე კიდე გამოვედი, მდივას გამოვარდი კალამი და ფანქარი ისე ქაღალდი. დავწერე განცხადება გთხოვთ, გამანთავისუფლოთ ჯანმრთელობის გამო თანამდებობიდან. ვაიმე ატყდა და ამბავი და მიუტოვე დაუტოვე მაგიდაზე წამოვიდა რაღაც დავლაპარაკები რომ წამოვიდა აღარც ქარხანაში არ მისულვარ. სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ლეილა გეგნაძე, მაგას დაურა კიდე 4 კალბატონო ლეილა, ასეთ რამე გავაკეთებით კიდე. რა სამობახო, რა გაგიკეთებია ასეთ შემუტრეგო შემართლა კახელო. რა გაგიკეთე? აი ეს გავაკეთე მე თორე. და 8 თვე სამუშაო აღარ მომწეს. და მირეკავდნენ რატო არ იწყებ მუშაობას, კომუნისტი უნდა მუშაობდეს, არ შეიძლება საქართველოს ეკონ მომეც სამუშაო იმუშავებაც. და მე ჩამოვიდა აქა, ჩემ და იღბლად. ბელა მაყაშვილი. დანიშნეს პირველი მდივი ნანდე. და თათბირზე უთქვიათ იქაო, ლუდმილას ქარხანის დირექტორი არ აყავსო და შევარჩიეთო რაღაცა და შევარჩიეთ მე მომიტანეთ კანდიდატურა რაღაცა და ბიზნესშვილი ყავდა მეორე მდივანი ამერანი. ეგ მიცნობდა მე ვინც ვიყავდა რაც ვიყავდა და მაგას უთქვია რომ ვახტანგი კომუნისტი კაცია და განათლებული კაცია, ძალიან ენერგიულია, პატიოსანი, ხო ესეთი და გთავაზობთ მაგის კანდიდატურას და ზეწყვით. მოვიდეს ეს როგორიაო? ჯანკოდაძეა. ჯანკოდაძე თელავშიც ყავსო და. რა ქვია თელავში რა ყავთ? ყავდა პროფესორი და რა ყავს? რა ქვია? რა ერქვა რეზო? ხო და რეზოს ბიჭია. ვისი ბიჭია? რეზოს, რეზოს. და ეს ბელას мама შაქრო. მაგაშვილი. მამაჩემის ბუღალტერი იყო იქ სატყეო მეურნეობის დირექტორი. მამაჩემი თელავში სატყეო მეურნეობის დირექტორი რო იყო, ამ ლინის ბელა მაყაშვილის мама მუშაობდა მამაჩემთან ბუღალტერად. და სად დაგინიშნა თავი? ლუდმილას ქარხანა, იმაში საგუსტო ქარხანაში. დაურე კაიქ მუშაობდა მაშინ გენერალური დირექტორი იყო მარინა კიტიაშვილი და იმას დაურეკა მარინა დაკალობდნენ რა. ახლა სიგნალები ჩემი თავი განაცოლოს ვახტანგს მე ვიცნობ მოვიდესო მივედი და მაგდროს რა მოხდა ბატონო ეგო ზუსტად მაგდროს გამოვიდა შმო რომ რო გითხარით შრომის მეცნიერული ორგანიზაცია და გაყოფილება უნდა შეიქმნას ამ გაერთიანებაში საკონსულტაციო რა საკეთებს ეს ორგანიზაცია მეცნიერების ელემენტებს შეიქმნა ისე როგორც კვლევით ინსტიტუტი ხოლო უფრო დეტალები და წვიმანები პადა დადეს ყოველ დღე და აკეთე აი წაგე რო გითხარით მაგას ინსტრუმენტი იქიდან აკეთრო გადმოუტანე მეთქი. ეგეც მაგ საქმიანობის შედეგია. შრომის მეცნიერული ორგანიზაცია. ანუ დროის ეკონომია, ნედლეულის ეკონომია, ელექტროენერგიის ეკონომია და მაქსიმალური ხარისხი და მაქსიმალური რაოდენობა. სახელმწიფო მაკონტროლებელია რაღაცნაირად თავის საწარმოში? კი. სამეცნიერო პროცესებს თუ რაღაცას აკონტროლებს. სამეცნიერო პროცესებს ვერა.
13% დაკვეთებს იძლევა. და თუ შეუსრულდა დააკმაყოფილო მადლობელია და მე პრემიებსაც გაძლევენ და ყველაფერს. აზერბაიჯანში აი წარმოება და რისი კონსერვები წარმოება და გორში. გვარში ძალიან ბევრი დასახელების 100-ზე მეტი დასახელების კონსერვი იყო და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საბავშვო კონსერვები. და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში გადიოდა მასიურად. ვაშლის, მსხალის, კლიავის, მარწყვის და ასე შემდეგ რა თქმა უნდა რაღაცებს კეთდებოდა. ეს ორგანიზაციაც პრინციპულად ისე იყო მოწყობილი, როგორც ლუდის ქარხანა, ვთქვათ, რომ ყველასთვის თავის წილი რო უნდა მიეტანა. კი. მე იმ პერიოდში მუშაობდი, რომ ყველგან იყო მოდებული აბლაბუდასა, სულ ყველა სამკროში იყო. ანუ რო სადღაც ინიშნებოდი, თუ დეგენერატი არ იყავი, შენ იცოდი, როგორც იყო იატაკქვეშა განაწილება ფულის და ის განსხვავდებოდა საჯარო ბუღალტერიისგან. ერთხელ რა მოხდა იცით მე? კი რა, ფულს როგორ აკეთებდნენ ეს კომპანიები? აი ფულს რომელიც შეიძლება მიგიტანა ვიღაცასთან, ის ზედმეტი ფული რაში კეთდებოდა? ნედლერს იმდეს არ ხარჯავდნენ, რამდენიც უნდა დახარჯონ. შაქარს აკლებდნენ, დაუშვათ ლუდმილოს ქარხანაში. ქერს აკლებდნენ, ფერსაც აკლებდნენ. აი იმ ნედლერს შეგებდნენ და მსყიდიდნენ ვერ. სხვა იმას ყიდნენ. ანუ წყალის დამატება მარტივად სწავლობდნენ. წყალს დაასხავენ და ლევად ყიდიან, ვიღაცას გაატანენ და გაყიდიან რაღაცა. და აქაც იგივე ნაირად ხდებოდა? აქაც ისე ხდებოდა. მე ერთხელ მამად ეხლა ტრაბახი გამომდეს ბატონო იგო, მაგრამ უნდა თქვა რაც იყო, ხო? მე დავაკვირდი უკვე. აი ერთი ის რა არის, იცით, საკონსერვო წარმოებაში ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის ჭყლეტა არის საჭირო. აი ჯემი რო გააკეთო, მურავა გააკეთო, პავიტროს რო ეძახეთელისო გააკეთო და სხვადასხვა ესეთი რო გააკეთო, უნდა დაჭყლიტო. და დაჭყლიტა რას ნიშნავს? აი წაგანო თქვი ჩაიზე ვახსენე. იგი არის დაახლოებით ის ძვირფას ნივთიერებები, რაც კვებზე ბოდოს გააჩნია, უჯრედში არის ჩაკეტილი. ის რო გამოიტანოს ზედაპირზე. რომ ადამიანმა ისიამოვნოს როგორც გემოთი, ისე სასარგებლო ნივთიერებები მიიღოს, იგი ტანინებია და სნაიდისინი არის. ხო და მომივიდა თავში იდეა. მე მომივიდა არ წამიკითხია სხვადასხვა სხვაგან, რომ მაქსიმალურად რომ დავაჭყლიტოთ უჯრედი. როგორც ახლა იჭყლდება დაუშვათ. მე სხვა რაღაცა კიდე რომ მოვიგონო, უფრო უკეთესად დავაჭყლიტო, რომ უფრო მეტი გამოვიტანო. ხო, ამაღლდება რაოდენობაც და შეიძლება ხარისხიც, იმიტომ რომ მეტი სასარგებლო ნივთიერება გამომოხ უჯრედიდან. რა როგორ გააკეთე და არის ეგეთი ტერმინი ვიბრაცია. ნუ პროცესი просто ვიბრაცია. იმ წუთში გამახსენდა ჩემი ზვაგაცი, ჩემ ფაკულტეტზე სწავლობდა ორკურსის უკვე გიორგი ყოჩიევი, მექანიკური ხარჯის დირექტორი იყო ცხინვალში. და მთავარი კონსტრუქტორიც იყო გონი. და ისინი უშვებდნენ ვიბრატორებს. ავედი გიორგის დაველაპარაკე ცხინვალში. მოვიკითხეთ ერთ ამბავი. მე უთა ეგეთ რა მინე გავაკეთე მეთქე ერთ კაი ვიბრატორი მომეცე მეთქე რა. რომელი უჯრედები გინდა რა და უთხარ ეს და აი მას გირჩევა და მომცა ერთი ვიბრატორი აქ ისე გავაფორმებ რომ ჩვენ ერთობლიო დატარებთ რაღაც სამუშაოს რომ არ ჩამეთვალოს რომ გაჩუქია რაღაცა რა მეორე ხარისხიან საკითხია ჩამოვიტანეს ვიბრატორი და სამკროს დავდგი და სამკროს უფროსი გაგიჟდა როგებულობდა იმიდან დაუშვათ ერთი ფუთი ვაშლიდან დაუშვათ 10 კილო მასას მე მივეცი 12 კილო მივეწყოთ ამ ვიბრაციამ რა უყო იცი ის უჯრედი უფრო მეტად დაშალა ესე ისეთი მოწყობილება ჰქონდა ვიბრატორს ეს მასა იქნა ჩაგეყარა და კარგო დროის განმავლობაში მე ახლა უკვე მეცნიერება უნდა ჩაერიოს აქ რამდენი დრო უნდა აკანაო იქ ცუდი ნივთიერებებიც არის უჯრედში ისინი არ გამოიყო რომელი რა ხევაზე გამოდის რამდენი გამოდის აბა შესწავლა უნდა რა შესწავლე და 5%-იანი ზრდა დაუმტკიცე ყველას ამ კიტიაში მათახერდება ჩამოიყარა მინისტრი მოადგილეები ეგერი მახეთ კაცო რა ხდებოდა 5% ზრდა ამ ხელა კომბინატისთვის რომელიც მილიონობით პროდუქტს ქმნის ერთში და 5% ზრდა ეს იყო საოცარი მაგრამ რა მოხდა არ მოეწონათ იმ უფროსებს ეს ამბავი
და წამოსდა ღვინის მინისტროს რესტორანი, მე რესტორანში წავიყვანა, სასტუმროდ მე მივიღო წამოვანა სათმო და დაასრულნენ, მაგრამ ეგ ერთმანეთს ლაპარაკში დააბიცარებებს ეს კაცი ჯიბიებსო. ესე იგი, მოგებას ის სამკროს უპროსი ვეღარ მისცემს ამას. რატო უფრო მეტი არ მოუწევდა მიეცა? თვითონ აი ვაშლი ეგენ ვასურო ყიდულობდნენ. და ხუთ ლარს აძლევდნენ, ხუთ მანეთს აძლევდნენ დავუშვათ და ეხლა იმ ხუთ მანეთით მიიღებს და 7 მანეთს და ნაცვლად 6 მანეთსა. და თავისთვის იმას ეტყვის, რომ ეს ყველა ქარხანაში დაენერგოს, ანუ აღარ წავა ის ნაკადი ფულისა იქით. ესენი ფულს აკეთებდნენ ძირითადად ლევათ ნაყიდი პროდუქციიდან. ლევათ ყიდული პროდუქციაზე. აი გლეხმა მოიტანა და ჩუმად არ გაატარა ერან და მომყიდა. მან დაკეთება სვანართველი. პერესტროიკა რასვლის? და აი მაგალითად ის რომ შევარდნაძე რო წავიდა აქედან და პატიაშვილი რომ მოვიდა, აი გორში რა იცვლება ამითი პირობითად? ფორმალურად შეიცვალა ოდნიკო. აი ფორმალურად თუ პერესტროიკა რაღაცა ცვლილებები მოხდა. აი ეტაპებზე გადანაცვლებები და რაღაცები მოხდა, სტრუქტურების შერწყმა მოხდა, ზოგან დაშლა მოხდა, ზოგან დაწევა და შეიქმნა საერთო შტაბ-წინვე რომ ეს პერესტროიკა არის რაღაც დადებითი ნაწილებიც ჰქონდა. აი მშენებლობა გაფართოვდა. მე აი მაგალითად გორის მაგალითზე გეტყვით რა. რომ მახსოვს გორი 57 წლის გორი და დაუშვათ 90-იან წლების. ხო. უკვე ნახტომი იგრძნობოდა. დაიწყო რაღაცა მშენებლობები, რაღაცა მოწესრიგება. ეხლა ქალაქი გორი თქვენ რომ გენახათ 47 წელს რა იყო და ეხლა რა არის? ნუ ეხლა მაგას არ ვამბობ, პერესტროიკის შედეგია, მაგრამ ის ტრადიცია და ის ტენდენცია დარჩა ნაწილი მაინც და ძალიან დიდი აი ხა დღევანდელი გორის ხელისუფლება იმ ხელა ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას გაოცებული ვარ მე. მე დელტადრესიული მიყვარს. ავდები 6 საათზე შემოვლი ძალიან გორს. და იმდენი ცვლილებებია, იმდენი რამე კარიკეტება, იმდენი რამე ჯერ კიდევ გასაკეთებელი ზოგადად მე მეჩნევა, მე ვინა ვარ ახლა. იმ დონის კაცი არა ვარ მე ხლა რომ ჩემი ნათქვამი და ჩემი რაღაც მაგრამ ხედავ რომ ბევრი რამე არის გასაკეთებელი და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და უფრო მეტყურად აი მაგალითად სისუფთავის ხრი და მოწესრიგების ხრი და გამწვანება დასუფთავის ხრი გორი არის ერთ-ერთი კარგი დღეს. კარგი პარკი გაქვთ ძალიან. კარგი, გადასარევი, კარგი. ისიც რა მაინტერესებს, აი თქვენ როდის იგრძენით, რომ საბჭოთა კავშირი იშლება? და რაღაც ის ძველი წესრიგი ინგრევა და რაღაც ახალი მოდის. აი თქვენთვის რა იყო ამის მაჩვენებელი და გორში რითი იგრძნობდით ამას? მე გვიგრძენი უკვე 56 წელს. როცა სტალინის გინება დაიწყეს? სტალინის გინება რო დაიწყეს და ხალხი ჩახოცეს სტუდენტები ტყაში გადაყარეს და ძალიან 56 წელს გავუნებთ, ხო? მაშინ ალაპარაკა ხალხი. მე არასდროს არ ჩავრეული ვარ პოლიტიკაში და არ მესმის პოლიტიკა. ერთი რამე ჩემთვის გავაკეთე დასკვნა რომ პოლიტიკა არის უნარი ადამიანისა მოახერხოს სასაშესაძრობი ეგ შესაძლოა საერთოდ გამოწვია როგორ მიუწვია მოეფერო მოელაკუცო არა ზმო ეგეთი მე ვერ შევეგულია მაგრამ ამიტომ პოლიტიკაში ცხვის არ ყოფ რა ჩემ ბიჭაც ეგუთხარი უბრალოდ ბიჭი რა შენ საქმეა არის შენ მოგდი იარაღი მიდი დასწრე აი ეგ შეგიძლია და ვიგრძენი მე მაშინ და ჩემთან სწავლობდნენ ჩემთან ერთად ყოფილი მათემატიკას აღარ არის ცოცხალი ლევან ჟეჟიაშვილი დუშეთს რაიონიდან იყო აკადემიკოსი და დურსუნ ბალაძე ბათუმიდან იყო და სულ ქალაქში ერთად ლაპარაკობდით ხოლმე და დურსუნ ბალაძე უფრო პოლიტიკური ჰქონდა ალღოც და მოთხოვნებიც რაღაცებს და ლაპარაკობდით ხოლმე და მე არ ვიცი მაინც აქტიურობას იმიტომ რომ არ ვიცი არ მესმის პოლიტიკა და ისინი ლაპარაკობდნენ ხოლმე რომ ეხლა ძალიან ცუდად წავა საქმეო ესენი შეიძლება სხვა რესპუბლიკაშიც ეგრე გააკეთონ და მაშინ დაიშლება საბჭოთა კავშირი აღარ მოინდომებოდა ერთიან კავშირში ყოფნასო მე მოხდა რაღაც რომელიღაც ქვეყანას სად მოხდა რაღაცა მსგავსი ზეწოლა იყო საბჭოთა კავშირის მხრიდან
უნგრეთშიც იყო. ხო, ბერლინში, ბერგან იყო. იყო ბევრი რაღაცები და ის ნელ-ნელა ომამდე ჩაკეტილობა იგრძნობოდა. აი სოფლიო მოსგულისხმობა. ომის მერე უკვე ევროპაში გავყავით, ასე ვთქვათ, ცხვირი და გავედით იქიდან წამოვიდა ტალღა, როგორც პოლიტიკური, ისე სამეცნიერო, ისე დაუშვათ სოციალური ამბები. ჩვენი შეხედულებებით, ჩვენი მოსაზრებებით და მისწრაფებების ნაწილობრივ შეიცვალა ბატონო ეგ. ეს ბუნებრივიც არის დროთა განმავლობაში გარდა პირადი ინდივიდუალური განათლებისგან მიღებული ცოდნისა და ახალი იდეებისა გამოცდილებას და სხვისი მაგალითიც აი დღეს მაგალითად ახლა დასაცინია ვარ მე დასაცინია რომ აბა ალბათ ამოჭრით რომ აი უყურებ რა ბიჭებს შარლები აცვიათ რომ ტროტუარებს გვიან ეს შარლი აცვიოთ ნუ მოდა აი ჩემ დროს მაგას ვინ გაბედა მე ის თქმა მინდა დრო რო გადის ყველაფერი იცვლება ნელ-ნელა და ადამიანი მისდევს ამ ცვლილებებს და ახალ-ახალ ეუფლება და მე პოლიტიკას ვერ შევედი პოლიტიკაში ვერანაირად ხო მაგრამ აი საბჭოთა კავშირი გასაგებია რომ 56 წელს სტალინიდან გამოწვეული ამბავი გამოიწვევდა რაღაც ფიქრს რომ ხო არის რეშლებად მაგრამ ის მერე გაძლო საბჭოთა კავშირმა 10 წლეულები მაგრამ 80-იან წლების ბოლოს რაღაც დროს გასაგებია რომ საბჭოთა კავშირი იშლება კერა და დაიშალა თვალს და ხელს შუა და აი ის არსებული წესრიგი ინგრევა და რაღაც ახალი წესები შემოდის რომელიც შეიძლება ჯერ არ ვიცით აი ეს როდის იყო თქვენს იმ გარემოში და თქვენ მუშაობთ იმ საწარმოებში და თქვენ ხო მაინც ეკონომიკურ ტექნიკური კუთხით მუშაობთ სულ აი ამ სფეროს როდის დაეტყო ის რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა ან იშლება ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებმა როდის იგრძენით ეს მაგას ვერ გეტყვი ნამდვილად ვერ ვიგრძენე მე როდის უნდა შემემჩნეა სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით ანუ მაგალითად 9 აპრილი მოხდა ამ პერიოდში 9 რაღაც შეცვალა მე რაღაც გარემო რა უცბად ის წესრიგი რაც არსებობდა მათ შორის ეკონომიკური რასაც თქვენ საუბრობდით უცბად გაქრა თვალს და ხელს შუა და თქვენს გახვედით პენსიაზე პრინციპში კი აი მაგალითად ძველი ხელისუფლება კომუნისტების ზიანს სადღაც აკრებულო შენობაში. უცბად მოდის ახალი ხელისუფლება. ის ძველი უნდა გამოვიდეს, ახალი უნდა შევიდეს. მე ეს ვინ შევიდა ის უნდა გამოვიდეს და კიდე ახალი უნდა შევიდეს. შეიძლება ვიღაც ძველი უნდა დაბრუნდეს. აი ამ პროცესმა რამდენად უმტკივნეულო ჩაიარა ამ ქალაქში და ამას არ მოყოლია, თქვა დაპირისპირებები, შიდა გარჩევები რაღაცეები. იყო. დაპირისპირებები იყო, შიდა გარჩევები. ყოფილა ეკონომისტებები ან უცბად რო ისე დარჩენენო. კი. იყო. უკმაყოფილებები იყო. ურთიერთმისამართით უარყოფითი რაღაცების სიტყვების მიმართვა იყო, რაღაც ჭორაობაც იყო. მაგრამ მე ხო გეუბნებით, არა მე ძალიან მოშორებული ვიყავი მაგ პოლიტიკურ რაღაცებს და ყურადღება მაინც არასდროს მიმიქცეო. თელი ყურადღება განათ იმაზე მქონდა მეცნიერებაზე და იმას გადატანილი. და აი როდესაც აი ეს რო შეიქმნეს, გაერთიანებები შეიქმნა საწარმოები. ეგ გამიხარდა. აი ეს საკონსერვო გაერთიანება ადრე გორში იყო ორი ქარხანა, პატარები. ერთი ცენტრში იყო და ერთი იქ სადაც. და მე გაერთიანება შექმნეს, ამან ეკონომიკას მისცა ძალიან დიდი ბიძგი. იმიტომ რომ კონცენტრირებული იქნა ერთ ხელში და ერთ ადგილზე ის რაც ცალ-ცალკე იყო სხვაგან. ეს ამან კი განაპირობა ის რომ შესაძლებელი გახდა უკეთესი მართვა. უკეთესი მართვა და პლუს სიმძლავრების მაქსიმალური გამოყენება. ეს აშკარად იგრძნობოდა. აი დავეწიოთ და გავუსრულოთ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს. ნაწილი იყო ეს რომ აი კუთხით მიდიოდნენ. მე ეს შმორო ახსენე წეგარს შრომის მეცნიერული ორგანიზაცია იგივე იყო ეკონომიკის გაძლიერებას, სიახლეების აი ხაზი მინდა გავუსო მაგამას წეგარო თქვით ევროპის რო ახსენე. ევროპიდან წამოვიდა ეს. ჩვენი ევროპაში განათლებულ ტექნოლოგიებს და უმაღლეს დონის ტექნიკას და ტექნოლოგიებს რო ხედავდით. ამას სჭირდება შესაბამისი განათლება და მე განათლებას კიდე უზრუნველყოფა პრაქტიკული წარმოებით და ცხოვრების დონის ამაღლება. ეს 10 წლების განმავლობაში გრძელდება. და ეს აქ გახსნეს, აი გორში გახსნეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი.
რატომ გასწრეს იმიტომ გასწრეს რომ გორში საკმარის რაოდენობა ვერ მოინახა ფიზიკოს მათემატიკოსებისა და მე კონსტრუქტორებისა და დამპროექტებლებისა ვერ მოიგონა და გასწრეს სასწრაფოდ რატო იმიტომ რომ ეკონომიკური განვითარება თხოვლობდა მაგ ამბავს ბატონო ვახტანგ ჩვენი გადაცემის ბოლოსკენ ესეთ კითხვას დავსვამდი მაშინ აი 90-იანი წლების დასაწყისში 80-იანი წლების ბოლოს როგორ წარმოგიდგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა აი სიტყვათა ეს ერთობლივება თქვენთვის რას ნიშნავდა და რამდენად გამოგვადგა დამოუკიდებლობა თქვათ იმ თქვენი დღევანდელი გადმოსახედიდან აი მაშინ როგორ გესმოდათ ეს ამბავი და დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად გამართდა ის რაც მაშინ გეგონათ რას ნიშნავდა საქართველოს დამოუკიდებლობა და გამოგვადგებოდა თუ არა ის საერთოდ აი მე ჩემი აზრი ასეთია ჩემი შეხედულებასთან მე მომწონდა ეს გაერთიანება რასაც საბჭოთა კავშირი ქვია გაერთიანება და უყურებ რა კუთხით ცით რატომ მომწონდა სხვადასხვა ეროვნების სხვადასხვა რწმენის სხვადასხვა დონის და ისტორიის მატარებელი ერები ერთ ოჯახში გაერთიანდნენ ეს ბევრ რამეს ნიშნავდა ეს სათხმელად არის ადვილი ამის თქმა რასაც მე ვლაპარაკობ ეს ადვილია თუმცა იძულებამ გააერთიანა და არა სიყვარულმა იძულებამ გააერთიანა მაგრამ შედეგი როგორი იყო კარგი მე მგონი იმიტომ რომ ყველა რესპუბლიკა ასეთის მაგრამ ერთი ფაქტი დარჩა ხალხასაზრისით ჩემი გაგებით ჩემი პატარა გაგებით ხო გეუბნებით მე პოლიტიკური რამეებში ცოტა ვერ ვერკვევი რომ დაცული ყოფილიყო თავის სიმაღლეზე და განვითარება არ შეშლოდა ეროვნულობას უფრო ძლიერი იქნებოდა საბჭოთა კავშირი ეროვნულობას მოსხეს ჩირკი უგულებელ ყვეს ეროვნულობას ყურადღების მიღმა დატოვეს დიდი ნაწილი ეროვნულობის და არადა ადამიანის მეში ეროვნულობას ძალიან დიდი წონა აქვს და ნიშნულობა იმიტომ რომ ჩემია თუ თქვენი მეობა ჩამოყალიბდა ტრადიციების შესაბამისად და ის ტრადიციები განსხვავებულია ლიტველისა და ქართველის ტრადიციები გაერთიანე კი ბატონო ფიზიკურად ერთ ოჯახში იყვნენ ერთი მმართველობის ქვეშ იყვნენ ეროვნულობას თავგაანება ეროვნულობას ნუეხები შენ რომ სახელმწიფო ენას მიუქმე პენას და რუსულს მთავაზობ სახელმწიფო ენა და ეგ არის უნდა იყოს საკმარისი იმისათვის რომ დამოუკიდებლობა მოგენატროს გელს აი მე ასე ვუყურებ რაც შეიძლება ვწდები დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და წარმატებისთვის